რუსეთის არმიის გეგმებში არის ძალიან მნიშვნელოვანი ცვლილებები. გენშტაბის უფროსი შეხვდა ვლადიმერ პუტინს და გააცნო ახალი სამოქმედო გეგმა. და რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, გააჟღერა და გამოკვეთა ახალი მთავარი პრიორიტეტი, რაც ძალიან ბევრ რამეს ცვლის. ანუ, თუ ამ დრომდე მუდმივად საუბარი იყო ხოლმე დონეცკის ოლქის დაკავებაზე, ამ შემთხვევაში გერასიმოვი საუბრობს ზაპოროჟიეს მიმართულებაზე. პუტინთან მან ახსენა კონკრეტული დასახლებული პუნქტებიც, რომლის დაკავებაც მოიაზრება აი ამ გეგმის განხორციელების შემთხვევაში. ცალკე საკითხია, ცხადია განხორციელდება თუ არა. ამ ვიდეოში ვაპირებ, რომ ამ მნიშვნელოვან ცვლილებაზე ვისაუბრო, გადაწყვეტილებაზე, ასევე ამ გადაწყვეტილების ლოგიკაზე და წინაპირობებზე, რაც არანაკლებ მნიშვნელოვანია, რომ ყურადღება მივაქციოთ რა უძღოდა ამ ამბავს წინ. უძღოდა ის, რომ ჩავარდა ზაფხულის კამპანია, ჩავარდა გეგმა, რომ დონეცკის ოლქი სრულად აეღოთ, არათუ დონეცკის ოლქი დაიკავეს მათ, არამედ პოკროვსკიც ვერ აიღეს გამუდმებული მცდელობების მიუხედავად და უამრავი ცოცხალი ძალის თუ ტექნიკის დანაკარგების მიუხედავად. კიდევ რაც უნდა ითქვას ახალ სტრატეგიასთან დაკავშირებით შესავალშივე არის ის, რომ გარკვეული მანევრები უკვე შეინიშნება, გადაადგილებები რუსული დანაყოფების, რაც თანხვედრაში მოდის აი ამ გაჟღერებულ ახალ სტრატეგიასთან. ამ ყველაფერს გაჩვენებთ რუკაზე და დაწვრილებით მოგაწვდით ინფორმაციას თუ რასთან გვაქვს საქმე და რა შედეგები შეიძლება ამ ყველაფერმა გამოიწვიოს ამაზე, რა პირველადი შეფასებები კეთდება, ამასაც გაგაცნობთ. და ამ ვიდეოში ასევე ვაპირებ, რომ გესაუბროთ, ვიდრე ეს ახალი სტრატეგია რეალობაში გამოჩნდება, რამდენად პერსპექტიული არის რუსებისთვის და რამე შედეგს მიაღწევს, ასე ვთქვათ, მანამდე რა ხდება, დღეს რა ხდება ფრონტზე. ალბათ თქვენი ყურადღება მიიქცია გარეკანზეც და სათაურშიც შეტევა, რომელზეც ვაპირებ, რომ მოგიყვეთ. ეს არის გამორჩეული იმ გაგებით, რომ ტაქტიკა არის განსხვავებული. ბოლო პერიოდში მუდმივად ხდება ისე, რომ პატარ-პატარა ჯგუფებით ცდილობენ ეგრეთ წოდებული შტურმავიკებით შეტევების განხორციელებას და წინსვლას რუსები სხვადასხვა სექტორში, თუმცა ამ შემთხვევაში ძველ მეთოდს მიმართეს და დიდი კოლონით შეუტიეს დონეცკის ოლქში, კერძოდ დობროპილიას სექტორში ხდება ეს ამბავი და ეს შეტევა სრულად ჩავარდა, ძალიან მაგრად იმუშავა ამ შემთხვევაში უკრაინის თავდაცვის ძალებმა და ეს კომბინირებული შეტევა, სადაც მონაწილეობდა ჯავშან ტექნიკაც და მსუბუქი ავტოტრანსპორტიც და მოტოციკლებიც, სრულად ჩაახშეს ერთი სიტყვით. ამ ყველაფრის კადრებსაც გაჩვენებთ და მოგიყვებით რა სიტუაცია იყო და სად ხდებოდა ეს ამბავი და ასევე მესამე ნაწილში დაგეგმილი მაქვს, რომ გესაუბროთ იმაზე თუ რა ხდება უშუალოდ კონტაქტის ხაზის მიღმა, ხმელეთის მიღმა ცაში, საჰაერო სივრცეში, სადაც გარდა იმისა, რომ ფრონტზე უწევთ მუდმივად მტრის შეკავება, უკრაინელებს უწევთ თავი დაიცვან რუსეთის მუდმივი საჰაერო შეტევებისგან, ყოველდღიურად ასეულობით სამიზნე არის ჰაერში, დრონები, ბალისტიკური თუ ფრთოსანი რაკეტები, რომლებიც უტევენ უკრაინულ ქალაქებს, ამ ყველაფერს მოყვება მსხვერპლი, მოყვება ნგრევა და სეზონის ცვლილებასთან ერთად რუსების პრიორიტეტი თანდათან უფრო გამოიკვეთა, რომ არის ენერგოობიექტები იმისთვის, რომ რაც შეიძლება მეტი დისკომფორტი და მეტი წნეხი შეუქმნან უკრაინის მოქალაქეებს იმისთვის, რომ მათ აიძულონ დანებება. ეს ტაქტიკაც არ არის ახალი, მთელი ამ 3 წელიწადნახევრის განმავლობაში, უпростоრად 3 წლის 3 ზამთარი ასე ხდებოდა და არც ეს შემდგომი არ იქნება გამონაკლისი და ამ ყველაფერთან მიმართებით უწევთ და მოუწევთ უკრაინელებს, რომ მიიღონ შესაბამისი ზომები და ელოდებიან ისინი დახმარებასაც პარტნიორებისგან იმისთვის, რომ მოახერხონ ენერგოსისტემის რაღაცნაირად შენარჩუნება, მუშაობა და გამართვა აი ამ ინტენსიური შეტევების ფონზე. ეს არის მოკლედ თემების ჩამონათვალი, რაზეც მინდა რომ მოგიყვეთ. და დიდი იმედი მაქვს, რომ ინტერესით ბოლომდე მიადევნებთ ამ ვიდეოს თვალს. ყოველ შემთხვევაში ჩემთვის ძალიან საინტერესო თემები არის. აქვე მოგესალმებით ყველას, მე ვარ ბექა პატურაშვილი, ეს არის Redline-ი, ჩემი YouTube არხი და მადლობას გეტყვით ტრადიციულად ჩემს მუდმივ მაყურებლებს და გამომწერებს, რომ სულ ჩართულები ხართ, ამას ძალიან ვაფასებ და ვინც არ ხართ არხის გამომწერები, პრინციპში ახლავე შეგიძლიათ რომ ეს გააკეთოთ, subscribe-ს დააჭირეთ, ჩართეთ ზარის მონიშნა და დაელოდეთ ხოლმე შემდეგ უკვე ავტომატურად მოგივათ შეტყობინება, როდესაც ახალ ვიდეოს განვათავსებ. დავიწყოთ გერასიმოვის განცხადებით, სადაც ის ასახელებს ამ ახალ პრიორიტეტულ მიმართულებაზე, კონკრეტულ დასახლებულ пунктებს, რომლის დაკავებაც რუსეთის არმიას სურს. Войска группировки Днепр наступают в направлении города Запорожье. Боевые действия сейчас идут за овладением населенными пунктами Приморская и Степногорск.
პრიმორსკი და სტეპნოგორსკი, ხო, როგორც ახსენა. ახლა ვნახოთ რუკაზე სად ვართ, ესე იგი ეს არის ზაპოროჟიეს მიმართულება, ეს წითელი მონიშნა არის ტერიტორია, რომელიც ამჟამად აქვთ რუს ოკუპანტებს დაკავებული, რაც უნდა ითქვას არის ის, რომ ძალიან დიდი ხანია, რამდენიმე თვეა აქ უცვლელი არის სურათი, მათი წინსვლა არ დაფიქსირებულა კონკრეტულად აი ამ მონაკვეთზე, ზაპოროჟიეს სამხრეთით და ამ შემთხვევაში გერასიმოვი საუბრობდა აი ამ ორ დასახლებულ პუნქტზე. სტეპნოჰორსკი და პრიმორსკი, უფრო მეტად სიღრმეში, ხო? ნუ აქ ცვლილებაზე თუ ვისაუბრებთ ბოლო პერიოდის განმავლობაში, ეს მწვანე მონიშნა იმას მიანიშნებს, რომ პირიქით უკრაინელებს ჰქონდათ აქ კონტრშეტევა და ეს პატარა ნაწილი გაწმინდეს, ასე ვთქვათ, რუსი ოკუპანტებისგან და ნუ როგორც თქვი, ამის შემდეგ დიდი ძვრები არ ყოფილა, ვნახოთ ეს ახალი გახმაურებული დაანონსება რა შედეგებს გამოიღებს ჯერჯერობით ყოველ შემთხვევაში ამ განცხადებიდან დაახლოებით 2 დღე არის უკვე გასული და არაფერი ცვლილება რუკაზე არ არის რუკაზე რომელიც არის მუდმივად განახლებადი წყარო თუმცა მე როგორც ვახსენე გარკვეული მანევრები უკვე შეინიშნება და ეს მანევრები გულისხმობს იმას რომ დონეცკის ოლქიდან ხდება გარკვეული დანაყოფების გადასროლა ზაპოროჟიეს მიმართულებით სამხრეთით გადაადგილებაზე არის საუბარი და ახლა გაჩვენებთ უფრო კონკრეტულად რასთან გვაქვს საქმე. აი აქ მაქვს რუკა რომელიც ასახავს სწორედ ამ დანაყოფების გადაადგილების ტრაექტორიას პოკროვსკისგან სამხრეთით დონეცკის ოლქში განლაგებული კონკრეტული რუსული დანაყოფები აი ამ მიმართულებით გადადიან ნოვოპავლივკას სექტორში, ასე ვთქვათ და ხდება მათი ახალ პოზიციებზე, სწორედ ამ ნაწილში განლაგება, როგორც ეს წყარო მოგვითხრობს. Unit Observer არის ესეთი წყარო, რომელიც კონკრეტულად ფოკუსირებული არის დანაყოფების გადაადგილებასთან დაკავშირებით და ამის მონიტორინგს ეწევა და ამ შემთხვევაშიც მათი მოცემული რუკა და თავის მხრივ არის დეტალური ინფორმაცია დანაყოფების დასახელებები 90-ე სატანკო დივიზია 35, 55, 74, 127 ბრიგადები არის მოხსნილი პოკროვსკის სამხრეთი ნაწილიდან და გადაყვანილი არის ნოვო პავლივკას მიმართულებით აი ამ რუკას კიდევ ერთხელ დავხედოთ და გადავინაცვლოთ ისევ Deep State-ის რუკაზე და შევეცადოთ ავხსნათ თუ უფრო დიდ სურათში რა მოცემულობა იქმნება აი ამ ცვლილების შედეგად და სად შეიძლება რომ იყოს შემდეგი შეტევის მიმართულება აი ამ გადაადგილებიდან გამომდინარე. ესე იგი, პოკროვსკიდან მოხსნილი დანაყოფები ინაცვლებს აი აქ, ერთის მხრივ და მეორეს მხრივ უფრო სამხრეთით აი აქ ამ მიმართულებაზე, სადაც პრინციპში ბოლო პერიოდის განმავლობაში რუსებს ჰქონდათ წარმატებული სვლა. წინა ვიდეოებში საუბრობდი, რომ ამ სექტორში ისინი თითქმის ყოველდღიურად მიიწევენ წინ და შემიძლია ახლაც გაჩვენოთ ეს დინამიკა. რომ გადავხედოთ თუნდაც ბოლო 2 კვირის განმავლობაში, აი თითო დღით გადავალ უკან და თავად შეამჩნევთ ცვლილებას. რამდენად მოახერხეს მათ წინ წაწევა, აი თუნდაც 20 სექტემბრის შემდეგ ეს სურათი იყო 20 სექტემბერს და ახლა არის აი ეს მოცემულობა. აი ამ წინსვლიდან გამომდინარე თუ ვიგულისხმებთ ასევე მანევრებს, რომელიც ვახსენეთ, ანუ პოკროვსკის სამხრეთიდან აქ დამატებითი ძალების გადმოსროლას, აი ამ ნაწილში, ხო, რაზეც ვსაუბრობთ. და თან ამას თუ დაუმატებთ იმ განცხადებას, რომელიც გააკეთა გერასიმოვმა ამ შემთხვევაში ზაპოროჟიეს სამხრეთთან დაკავშირებით და ითქვა, რომ აქ უნდა გააქტიურდეს რუსების მანევრი და მათ უნდა წამოიწყონ ახალი ძალებით აქ შეტევები. ეს ყველაფერი უკვე საერთო სურათში გარკვეულ ლოგიკას იძენს. ერთის მხრივ მოცემულობა გვაქვს, რომ უკრაინის შეიარაღებული ძალები აქ სუსტად არის წარმოდგენილი, ვერ უწევს შესაბამის წინააღმდეგობას ამ ეტაპზე ყოველ შემთხვევაში რუსების ამ წინსვლას. მეორეს მხრივ აქედანაც თუ გააქტიურდება შეტევები და ორი მხრიდან იქნება წნეხი, პრინციპში იხაზება სურათი, რომელიც საბოლოოდ კი ლოგიკურად მიდის ზაპოროჟიემდე ორი სხვადასხვა მიმართულებიდან შეტევას გულისხმობს ეს ყველაფერი და მნიშვნელოვანი შედეგი იქნება. აი ამ სცენარს თუ გავყვებით, თავად უკრაინელები საუბრობენ, რომ ახლო მომავალში შესაძლოა საფრთხედ მოვიაზროთ გარღვევა ან მინიმუმ გარღვევის მცდელობა ამ მიმართულებით. ეს არის
დასახლება, რომელსაც ქვია პოკროვსკში არაგვერიოს ეს არის დონეცკის ოლქი პოკროვსკი და აქ არის პოკროვსკე, დნეპროპეტროვსკის ოლქია იდეაში, არ არის ზაპოროჟიეს ოლქის საზღვრებში, აი აქ გადის ადმინისტრაციული საზღვარი. ნუ მოკლედ, რატომ არის ეს დასახლება მნიშვნელოვანი? მნიშვნელოვანია იმიტომ, რომ აქ არის სტრატეგიული მნიშვნელობის გზა, აი ამ გზაზე არის საუბარი, ერთგვარი საავტომობილო კვანძია, რომელიც უკავშირდება შემდგომ უკვე ზაპოროჟიეს მიმართულებას, ერთის მხრივ, ზაპოროჟიეს მიმართულებას და მთელ რიგ დასახლებებს, რომელიც არის აი ამ ზონაში. ზაპოროჟიედან სამხრეთ-აღმოსავლეთ ნაწილში, ხო? და შესაბამისად გამოდის, რომ თუ აქ რუსებმა პოკროვსკე დაიკავეს თავისი მნიშვნელოვანი გზებით და პლუს აქ გერასიმოვის დაანონსებული დიდი შეტევა განვითარდა ზაპოროჟიეს სამხრეთი მიმართულებიდან, გამოდის, რომ რუსებისთვის აი ამ საოცნებო სცენარში აქ მთლიანად იცვლება სურათი, ძალიან იცვლება მოცემულობა, ორი დიდი შეტევის მიმართულება, აქ ჯიბე, რომელიც კეთდება, ეგრეთ წოდებული ჯიბე, რომელიც საფრთხეს უქმნის მთელ რიგ დასახლებებს და ამ ლოგიკით ამარტივებს წინსვლას რუსებისთვის მთელი რიგი მიმართულებებით. თუმცა ამ საოცნებო სცენარების მიღმა არ უნდა დაგვავიწყდეს, რომ როგორც აქ პოკროვსკესთან თუ სხვა მთელი რიგი მიმართულებებით უკრაინელები არ არიან უქმად, მათ აქვთ მნიშვნელოვანი თავდაცვითი ხაზები, არაერთი, რამდენიმე და ისინიც უკვე ამუშავებენ აი ამ ყველაფერს თავის გეგმებში, თუ როგორ უნდა გაუმკლავდნენ მსგავს მანევრებს, თუ ეს ყველაფერი რეალობად იქცა. ამ თუს მუდმივად ხაზს უსვამ იქიდან გამომდინარე, რომ თუ გავითვალისწინებთ რუსების წინა სტრატეგიულ გეგმებს, მათ გაცხადებულ ამოცანებს პოკროვსკის დაკავებასთან დაკავშირებით, მთლიანად დონეცკის ოლქის აღებასთან დაკავშირებით ეს ყველაფერი მხოლოდ და მხოლოდ როგორც ტრამპმა აღნიშნა, ვეფხს გვავს ოღონდ ფურცელზე და მეც არაფერს. რეალურად ასე მარტივად არ ხდება ცხადია ყველაფერი და ეს აჩვენა არაერთ გზის უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა, რომ მხოლოდ რუსეთის გენშტაბის მხრიდან გეგმების შედგენა არ კმარა, ამ ყველაფერს განხორციელება ჭირდება და ძალიან ეფექტურად ახერხებენ ისინი, რომ ამ გამოწვევებს გაუმკლავდნენ და იმედი მაქვს, რომ ასეც გაგრძელდება. მოკლედ, რუსეთის არმიის საოცნებო სცენარიდან გთავაზობთ ახლა, რომ დავბრუნდეთ რეალურ სიტუაციაში ფრონტის ხაზზე რაც ხდება და რამდენიმე წამში უნდა გაჩვენოთ დაანონსებული ამბავი რუსეთის მასირებული შეტევის სრულ ჩავარდნასთან დაკავშირებული, ვიდრე ამ კადრებს ვნახავთ, აგიხსნით, სად ხდება მოქმედება, ეს არის დობროპილიას მიმართულება, სადაც ორი ჯგუფი ალყაშია და მესამე ალყის პირას არის. ამაზე არაერთხელ მისაუბრია. ამ შემთხვევაში შეტევა წამოწყებული იყო აი ამ მიმართულებიდან და ვოლოდიმირივკას მახლობლად, აი ამ სოფლის მახლობლად და დიდი ალბათობით აი ამ ნაცრისფერ ზონაში ვითარდება მოქმედება, რომელსაც ახლა ნახავთ. დრონის მასალა, როგორც თავშივე ვახსენე, ეს იყო კომბინირებული შეტევა. თავდაპირველად აქ ჩანს რამდენიმე შტურმავი კი, ეგრეთ წოდებული მოტოციკლებით, რომლებიც გადაადგილდებიან და ეტაპობრივად მათ ანადგურებენ უკრაინული დრონები. ხედავთ რამდენია, ხო? აქ 5-6 მოტოციკლი ჩანდა, აქ პერიოდულად უკვე არის უკვე წვეტების შემდეგ და კადრები ჩანს, სადაც ეს მოტოციკლები თავის ეგრეთ წოდებულ შტურმავიკებთან ერთად არიან განადგურებული და მათი ნაწილი ცდილობს რომ გაიქცეს და გადარჩეს როგორმე ამ სიტუაციიდან. აი აქ უკვე შემოდის კადრები, სადაც ჩანს დიდი ჯავშან ტექნიკის კოლონა რუსების, რომელიც საესე მეთოდურად ეტაპობრივად ფეთქდება. ეს იყო დრონების გამოყენებით, ასევე იყო ამ ინფორმაციაში აღნიშნული, რომ მხარდაჭერა ჰქონდათ артиლერიის მხრიდანაც უკრაინელებს და ასევე იყო ავიაციის მხრიდან მხარდაჭერა და აი აქ მთელი რიგი ესეთი ბრუტალური კადრებია, იმედია YouTube არ დამიბლოკავს ამ ვიდეოს, ამ კადრების გამო, სადაც ერთმანეთის მიყოლებით ასე ფეთქდება რუსული ჯავშან ტექნიკა. დანარჩენები უკვე, გადარჩენილები ვინც არიან ამ შემთხვევაში, აფარებენ თავს აქ სარდაფებს, ნანგრევებს, თუმცა ამის შესახებ იყო ცნობები, რომ 32-მა კაცმა, 32-მა სამხედრომ საბოლოოდ აი ამ
ჩასაფრების შემდეგ მოახერხა ის, რომ დარჩა ცოცხალი და მათ მოახერხეს დამალვა ამ ნანგრევებში, რაზეც იყო კადრებში წეღან აქცენტი, სადაც შეაფარეს თავი, თუმცა მოგვიანებით უკვე მათი წმენდა დაიწყო. ჯერ ღამის განმავლობაში დრონებით განხორციელდა ამ ობიექტების, ამ ნანგრევების დამუშავება, შემდეგ უკვე დაიწყო შევიდნენ იქ შესაბამისი დანაყოფები და საბოლოოდ იყო ასეთი ინფორმაცია, რომ არც ერთი მათგანი ცოცხალი არ გადარჩენილა აი ამ შეტევის შემდეგ. შეტევის შემდეგ, რომელსაც ამ შემთხვევაშიც გაუმკლავდა უკრაინის ეროვნული გვარდიის აზოვის პირველი კორპუსი, ლეგენდარული აზოველები, რომლებმაც, მიწასთან გაასწორეს ეს მასშტაბური შეტევა, რომელიც რატომღაც ესე მასირებულად წამოიწყო რუსეთის საოკუპაციო ჯარმა, მორიგჯერზეც აზოვმა, მოკლედ მასტერკლასი ჩაატარა დობროპილიას მიმართულებაზე. აი აქ ხდებოდა ეს ამბავი ვოლოდიმირ ივკასთან. სხვათა შორის ამას ზელენსკიც გამოეხმაურა, დაიდო ფოტო და ვიდეო მასალაც, ეს სწორედ ასახავს დობროპილიას მიმართულებაზე ამ ოპერაციის შემდგომ არსებულ განხილვას, ეს კადრები, რომელიც თავდაცვის სამინისტრომ გაავრცელა, აქ ჩანს სირსკი, აქ ჩანს პროკოპენკო, აზოვის კორპუსის ხელმძღვანელი, თავადაც ლეგენდარული მებრძოლი. და აი აქვე მაქვს მოცემული კონკრეტული სტატისტიკა, ესე იგი 35 ერთეული ტექნიკა იყო ჩართული აი ამ მასირებულ შეტევაში, როგორც ტანკები, ასევე ჯავშან მანქანები და მოტოციკლები. საუბარია იმაზე, რომ 3 ტანკი განადგურდა, 16 ჯავშან მანქანა განადგურდა. მტერმა ასევე დაკარგა 41 მოტოციკლი და 2 ავტომობილი. ამაზე აქ აზოვის კორპუსის მიერ გავრცელებულ ამცნობაში საუბარი, რაც შეეხება ცოცხალი ძალის დანაკარგებს. საუბარია იმაზე, რომ განადგურდა 107 სამხედრო მოსამსახურე, რუსი სამხედრო მოსამსახურე და დაჭრილი არის 51 მათგანი. დამატებით აქ დობროპილიას მიმართულებაზე გეტყვით, რომ მხოლოდ ეს ერთადერთი მასირებული შეტევა არ ყოფილა, შედარებით მცირე, თუმცა არაუმნიშვნელო შეტევას ცადეს ასევე ჯავშან ტექნიკის გამოყენებით რუსებმა ამ მიმართულებიდან, აი ამ მიმართულებიდან, რომელიც ნახევრად ალყაში არის პრინციპში მოქცეული. შემიძლია ეს მასალაც გაჩვენოთ, აი აქ რუკა არის მოცემული და დატანილი არის თან დრონის გადაღებული კადრები, სადაც ჩანს განადგურებული რუსული ჯავშან ტექნიკა. ამ ფოტოზე მოცემული არის მინიმუმ 3 ტანკი ან ჯავშან ტრანსპორტიორი, ვერ ვარჩევ ზუსტად ახლა ამ შეიარაღების ტიპებს ამ მოცემული მასალიდან გამომდინარე, თუმცა ამ ინფორმაციაში საუბარია იმაზე, რომ სწორედ აქედან, როგორც გითხარით, აი ეს არის ამაზე მიანიშნებს, ვოლოდიმირ ივკას სოფლის მიმართულებით იყო შეტევის გარღვევის მცდელობა, თუმცა ეს მცდელობაც წარუმატებელი აღმოჩნდა რუსებისთვის და ამ შედეგებს სწორედ ამ ფოტოებზე ხედავთ. აფეთქებული ჯავშან ტექნიკა და დამატებით იყო აქ ცნობები განადგურებული ცოცხალი ძალის შესახებ. და დღეისათვის ბოლო თემა, როგორც თქვით, ეს ეხება რუსეთის გამუდმებულ შეტევებს მშვიდობიან მოსახლეობაზე, უკრაინულ ქალაქებზე, სოფლებზე, ამ შემთხვევაში კიევში გადაღებულ კადრებს ადევნებთ თვალს. სადაც განადგურდა კიდევ ერთი საცხოვრებელი კორპუსი და ხედავთ კადრებს, როგორ გამოყავთ მაშველებს იქიდან მშვიდობიანი მცხოვრებლები. არიან დაშავებულებიც, 12 ადამიანი დაშავდა კიევში, გარდა ამისა არის მსხვერპლი, ერთ-ერთ შეტევის მიმართულებაზე, ერთ-ერთ ქალაქში იყო ინფორმაცია 7 წლის ბავშვის დაღუპვასთან დაკავშირებითაც, რაც თავისთავად არის კიდევ ერთი უმძიმესი ფაქტი, აი აქ არის დაწვრილებით ინფორმაცია, ესე იგი 465 შაჰიდის ან გერბერას ტიპის დრონი იყო გაშვებული უკრაინული ქალაქების მიმართულებით ბოლო შეტევის დროს, 2 კინჯალის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, 14 ისკანდერ-ემის ტიპის ბალისტიკური რაკეტა, 12 ისკანდერ-კას ტიპის ბრთოსანი რაკეტა და 2 ხ-59-79 ტიპის რაკეტა. 12 დაშავებული კიევში და დანგრეული დაზიანებული საცხოვრებელი სახლები, ასევე ზაპოროჟიე, სადაც დიახ, აი ზაპოროჟიეს მიმართულებაზე არის 7 წლის
ბიჭის დაღუპვაზე სამწუხაროდ საუბარი და აქ საუბარია იმაზე, რომ რამდენიმე საათის განმავლობაში, თითქმის მთელი ღამის განმავლობაში იყო ასეთი შეტევები, არა მხოლოდ ზაპოროჟიე, კრივი რიჰი, სუმის რეგიონი და კიევი თავისთავად, რომელიც ვახსენეთ. და კიდევ ერთი მასალა, სადაც ეს განადგურებული საცხოვრებელი სახლები და გრევა ჩანს რუსეთის მიზანმიმართული შეტევების შედეგად. ყოველ ჯერზე ზელენსკი ამბობს, რომ მათი სამიზნე აი ამ ყველაფრის საპასუხოდ არ არის მშვიდობიანი მოსახლეობა და დასახლებული საცხოვრებელი ზონები რუსეთის ტერიტორიაზე თუ ოკუპირებულ უკრაინულ მიწებზე, მათი სამიზნე არის რუსების ენერგოობიექტები, მათი სამიზნე არის სამხედრო ობიექტები და ამ მიზნის მისაღწევად ისინი ცდილობენ, რომ რაც შეიძლება მეტი შეიარაღება მოიზიდონ, მეტი დახმარების პაკეტების თუ შესყიდვის გზით პარტნიორებისგან და გარდა ამისა ისინი ცდილობენ, რომ განავითარონ საკუთარი სამხედრო შესაძლებლობები იმისთვის, რომ შორ დისტანციაზე განახორციელონ უფრო მეტი და უფრო ინტენსიური დარტყმები, რომელსაც პრინციპში არც აკლებენ, ვიცით რომ რუსულ ნავთობ სექტორს სერიოზული კრიზისი აქვს სწორედ ასეთი ტიპის დრონების თუ რაკეტების დარტყმების შედეგად. აქ მნიშვნელოვანი სიახლეები ვითარდება თანდათან და გვეწევა მათ შორის ფლამინგოს ტიპის შორიმოქმედების რაკეტესთან დაკავშირებით, რომელიც შექმნა და წარადგინა ერთ-ერთმა უკრაინელმა იარაღის მწარმოებელმა კომპანიამ. 17 აგვისტოს მოხდა ფლამინგოს პრეზენტაცია და უკვე არის ინფორმაცია, რომ საბრძოლო მოქმედებებში უკვე მოხდა ამ რაკეტების ბრჭყალებში მონათვლა და მათ შორის ოკუპირებულ ყირიმზე მოხდა FSB-ს შტაბზე სწორედ ფლამენგოს გამოყენებით დარტყმები. გარდა ამისა ზელენსკი ამბობდა, რომ ამ ხრივ მომავალშიც უნდა ველოდოთ მიზანმიმართულ დარტყმებს რუსეთის ტერიტორიაზე, არა მხოლოდ უკრაინული, არამედ პარტნიორებისგან მიწოდებული იარაღის გამოყენებით. აქ მუდმივად მინიშნებები კეთდება მათ შორის ტომაჰაუკის რაკეტებზე, რომელსაც უკრაინის შეიარაღებული ძალები ელოდება ამერიკის შეერთებული შტატებისგან და ტრამპმაც გააკეთა მოგესწრებათ განცხადება, რომ ტომაჰაუკის გადაცემასთან დაკავშირებით მან მიიღო გადაწყვეტილება, თუმცა გარკვეული კითხვის ნიშნები არსებობს. ეს მოკლედ ცალკე სასაუბრო, ცალკე საინტერესო დიდი თემა არის, რომელსაც აქ აღარ გავშლი, თუმცა დავაანონსებ, რომ ხვალ უკვე შემდეგ ეპიზოდში სტუმრად მეყოლება გიგა ინაშვილი, შეიარაღების ექსპერტი, კომპეტენტური ადამიანი, რომელსაც დიდი ალბათობით ბევრი თქვენგანი კარგად იცნობს და მისი ინტერვიუები შეგვედრიათ შესაძლოა, მათ შორის ჩემს გვერდზეც დევს მისი არაერთი ინტერვიუ. მოკლედ გიგასთან ერთად ხვალ ვისაუბრებ ერთის მხრივ უკრაინის შეიარაღების შესაძლებლობებზე, მათ მიერ განვითარებულ ახალ სისტემებზე და მიღწევებზე, ასევე ვისაუბრებ ამერიკის შეერთებული შტატების მხრიდან უკრაინისთვის ტომაჰაუკის ტიპის რაკეტების მიყიდვის ამბავზე. მიყიდვის და არა მჩუქების, ეს მნიშვნელოვანი დეტალია, რასაც ხაზზე უნდა გავუსვათ. მოკლედ დაელოდეთ შემდეგ ეპიზოდს. დღეს ამით დავასრულებ. იმედი მაქვს, რომ თქვენთვის საინტერესო იყო ის ამბები, რომელიც მოგიყევით და გაჩვენეთ ამ ვიდეოში. თუ ასეა, არ დაიზაროთ და დაალაიქეთ ვიდეო და გამოხატეთ ასევე თქვენი მოსაზრებები კომენტარებში, ესაც ძალიან მნიშვნელოვანი არის. ამ ეტაპზე კი ამით დაგემშვიდობებით. ხო, ვიდრე წავალ კიდევ ერთხელ მოგიწოდებთ, რომ თუ არხი არ გაქვთ გამოწერილი და თუ მოგწონთ ჩემი კონტენტი, გამოიწერეთ არხი და შემოუერთდით ჩემ აუდიტორიას. ძალიან დიდი მადლობა ყურადღებისთვის, დაგემშვიდობებით შემდეგ ეპიზოდამდე.